მოგესალმებით, თქვენთან არის გიორგი. პასუხობ კომენტარებს, რომლებიც მაგალითად გამოიწვია მამა საბაჭიკაიძეს ვიდეოებმა, რა და ჯერ ესეთის თქვენ რო წერთ ვიდეოში და ამბობთ, რომ რა უფლება მაქვს მე რო განვიკითხო მგდელი და მის წინააღმდეგ რაღაცა ვთქვა, ეს კომენტარი თქვენვე გამხელთ, იმიტომ რომ თქვენც არა გაქვთ უფლება რომ მე განვიკითხოთ. ანუ მე რას ვაკეთებ? თან მიუხედავად იმისა, რომ კულტურის ფარგლებში არის ეს ჩამჯდარი და არავითარ პირადულ და რაღაც შეურაცხყოფას და რაც თავარი არის, ტყუილი არ არის. ამას მე ვამბობ, თქვენ რა უფლება გაქვთ, რომ ამას თქვენ აკრიტიკებთ. არანაირი უფლება არა გაქვთ. ჯერ ესეთის კაცი, თან მით უმეტეს ქრისტიანი და სასულიერო პირი და ის რო იძახის, რომ ღმერთი იკბინებაო იქო და რაღაცა ის წარმოჩენას აკეთებს ისეს, რომ თითქოს მაცხოვარი იესო ქრისტე არის იაზვა. კიდე ერთხელ ვიმეორებ, კაცო, ამას იძახის კაცი, რომ ღმერთი კბენსო პეტრე მოციქულსო და მე უფრო ვფიქრობ, რომ საბას ტვინი უფრო არის დაყბენილი და ამიტომ მოსდის მას ესეთი აზრები, თორე ნორმალური ეკლესია რო იყოს, ამ კაცს დაიბარებდნენ უბრალოდ და მარტო ამ გამონათქვამით კი არ შევაფასე მე ეს კაცი. ამის ვიდეოები მაქვს ნანახი ტონა არის, ტონა შეიძლება იყოს, ტონა გადატანითი მნიშვნელობით ვამბობ. Facebook-ზე, Instagram-ზე, იქ და ეს კაცი რეებს ლაპარაკობს ის რომ მოისმინოთ უბრალოდ, ხო? რა თქმა უნდა, ვიღაცა ფანატ ქრისტიანს ეს მოეწონება, მაგრამ ნორმალურს არ უნდა მოეწონოს, ხო? მაგალითად, მისი აზრები მთლიანობასთან დაკავშირებით, სიმსივნესთან დაკავშირებით. მოიძიეთ ეს ვიდეოები და ნახეთ და ამის კითხვა-პასუხები და ყველაზე გამაღიზიანებელი რა არის, იცით რომ ეს კაცი თავის პირდაპირ ჩართვებს აწერს ლექციას. ეს კაცი ახლა პროფესორი არ არის, არც დოცენტი არ არის სხვათა შორის რა. ხო და არც საღვთისმეტყველო ნაშრომი არ დაუწერია არაფერი რა და რა ლექცია არის, გასულ დააწერე რა ის რა ქვია იმას არ სიამოვნებს რომ ლაივი იყოს თქვა რა მოხდა? ანუ უბრალოდ რომ ისაუბროს არა? ეს არის რომ ჩემი ვიდეო მიუღებელია ვისთვის? ავტორიტარიზმისგან დახრჩობილი საზოგადოებისთვის. რატომ? იმიტომ რომ გაკრიტიკება თურმე ეს არის ბოროტისგან მოდის რა. ანუ ესე იგი რაღაცა ცუც რო ხედავ, ამა ეს უნდა დამალო, უნდა გაჩუმდე და იყოს ეგრეთ ცუდად ეს ღვთისნება არის და ივანე ღვთისმეტყველი პირდაპირ ამბობს ბატონო, ივანე ღვთისმეტყველს კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არის მოციქული, ეს არ არის ჩემი ნათესავი. ამბობს რომ შენი ძმა რო ცოდავს, ამას რო ხედავ და ამას არ ეუნები, მონაწილე ხარ რა. ჯერ ამხილეო ხო ესე პირადად მიდიო მე თქვა რამოდენიმე ადამიანთან და მე საერთოდ განერიდეო რა და ეხლა საბაჭიკაიძე ჩემი ძმა ნაღდად არ არის რა, იმიტომ რომ მე ვერ ვიძმობდი ესეთ ადამიანთან, იმიტომ რომ კითხვები პიროვნულად კი არ ვიცნობ კაცო. აი ესეთ რაღაცას რო იტყვის, კითხვები გამიჩნდებოდა რა და მე რა თქმა უნდა უსიამოვნო ლაპარაკები მოგვივიდოდა ერთმანეთთან. ან უბრალოდ განშორდებოდით და ეს იქნებოდა და ეს და კიდე რა თქმა უნდა ის კრიტიკული და პრეტენზიები, რაც მე მაქვს, რაც ხდება საქართველოს ეკლესიაში და კიდე სხვა ეკლესიებში, სხვა ამას არ ეხება ახლა კაცო. ისე უბრალოდ არ მოგვივიდოდა ხო რა, ანუ ჩხუბზე არ გადავიდოდი, მაგრამ უბრალოდ არ იქნებოდა სასიამოვნო თემების ალაპარაკო. ამიტომ კომენტარებში რომ მიწერთ, რომ აი ლიბერალები და რაღაცა, ლიბერალის სიტყვა საერთოდ განმარტება არ ვიცი და სხვათა შორის არც ის იმათი, რა ქვია, ამენტინური ტრიადის პლებეური ცრუღმერთების მსახურიც არა ვარ. საერთოდ არ მაინტერესებს არც გვარებს რომ მიწერთ იქ, რა ქვია, გვარამია, პოროშკინა, ქობალია, ბობოხიძე, ბადურაშვილი, მელია, ბერია, სტალინი, რუზველტი, ჩერჩილი, რა ქვია, ნატო გელაშვილი, ანტონ ლავეი და კიდე ვიღაცეები, თუ გინდა რობერტ სტურვაც დავამატოთ და სპაიდერმენის კიდე ზემოდან. საერთოდ არ მაინტერესებს, არანაირი ზეგავლენა მათ არ ქონიათ ჩემ ცხოვრებაზე. ვარ უბრალოდ თავისუფალი ადამიანი, რა თქმა უნდა, გადასახადებისგან არა ვარ თავისუფალი და რაღაცა მოვალეობებისგან, რაც აღებული მაქვს ცხოვრებაში. სხვა დანარჩენი აზრი მაქვს თავისუფალი, ანუ რაღაცა არ მომეწონა, კულტურის ფარგლებში შევაფასებ თქვი, შეცდომა არის, დამიმოწმა ბატონო, აგერ აი სხვათა შორის ვერა კაი ამბავი. აი ეს ვიდეო რო დავდები პირველად, მეოთხე დასის და იმათ რეპერების დაპირისპირებაზე რო დავდე რა. ესე იგი ადამიანის ვიდეო შემხვდა, ერთი ვიდეოდან გამოვიტანე უბრალოდ აზრი რომ ამ ადამიანმა ეს ამ თურმე გვერდს ქვია ეს რომ ვერ არის კაი ამბავი თუ არ არის კაი ამბავი რა და მე დავწერე რომ აი ამ ადამიანი ალბათ ეს ამ მინაწერს იმიტომ აკეთებს რომ უფრო გაამძიმოს სიტუაცია მეთქი. დავილაპარაკეთ ბატონო ადამიანთან, ძალიან გამიხარდა და უთხარი მაპატია მეთქი ძმაო, ნაღდად არ მინდოდა რომ ეგრე გამოსულიყო რომ თქვა ვიდეოში რაღაც
და თან რა იცი ხა შეურაცხყოფა არ მიმიყენები რაღაც რა უფლება მაქვს მე ადამიანს ჯერ ეს არ ვიცნობ ესე გამოვიდე და შეურაცხყოფა მივაყენო არა მაქვს მე ამის უფლება და მე დავილაპარაკეთ რაღაცა და კარგად ისე რა აი მადლობა ღმერთს კარგად იმას ვქენით ამიხსნა ადამიანმა მივიღე მისი ნათქვამი რა თქმა უნდა და შემდეგში აღარ დავუშვებ უკვე შეცდომას გამოვასწორებ გადავხედავ და ასეთივე შეცდომას რა ჯანსაღს მითითებას მივიღებ რა თქმა უნდა კაცო მაგრამ ეხა ასე მეუნები რომ მამაოს რატო აკონტროლებ აი იმუნიტეტი აქვს თუ რა არის კაცო თუ დააშავებს მამაო კი არა ის იყოს თუ გინდა პატრიარქი და თუ გინდა ეპისკოპოსი რა და სოფლიო პატრიარქიც ზემოდან კიდე თუ გინდა თუ დააშავებს უნდა თქვა ეგრე არ არის ნორმალური ქვეყანა რო იყოს ეგ იმუნიტეტი არ იქნება და იმასაც კიდე გეტყვით რომ ამ გვერდზე ვერასოდეს ვერ ნახავთ ვერც ეს ნაცები ქოცები ისა ბიძინა მიშა ისა ამას ვერ ნახავთ აქ იმიტომ რომ მე ამ ხალხს არ ვეკუთვნი ამ მიმართულებას არ ვეკუთვნი და პოლიტიკურადაც კიდე ვერ გამაფორმებთ იმიტომ რომ არა ვარ პარტიული ვარ უბრალო თავისუფალი ადამიანი კიდევ ერთხელ ვიმეორებ ამ რაღაცა იმეებისგან ავტორიტარიზმს გაურბივარ ბატონო ისიც რომ მკითხო ახლა სიტყვა სიტყვით გამიმარტე ავტორიტარიზმი რა არის არ ვიცი ბატონო მაგასაც ვაღიარებ ხო და აი ესე ჩემი გვერდია და ჩემ იმას ვანახებ უბრალოდ რაც მე მიხარია და რაც გულში მაქვს რა და რაც ყველაზე მთავარია ეს ბოროტებას არ ემსახურება იმიტომ რომ სიმართლეს რო ამბობ მე ვფიქრობ რომ ის ბოროტება არ არის უფრო დიდი ბოროტება არის ტყუილის თქმა და სიყვარულის ღმერთის რომელსაც ჩვენ რანაირ დაცემულ მდგომარეობაშიც არ უნდა ვიყოთ უყვარვართ მაინც ყბენარად გამოყავს კაცო ვერ გამიგია ხო რა რაღა ყბენარად გამოყავს და ამას ეს უნდა მივიღოთ ნორმალურად საზოგადოებამ მე არ მივიღებ ბატონო და თუ გინდათ ღმერთი თქვენ წარმოდგენებში რომ ყბენარა ავჩარკა კანიკორსე ლაბრადორი და ისა ლომი ყავდეთ ბატონო არანაირი პრობლემა არ არის მე ვიტყვი იმ სიტყვას რაც ქრისტეს ეკუთვნის ბატონო და სიმართლეს დანარჩენი კიდე თქვენ მიხედეთ თქვენს იმას და ამ კომენტარებს რომ მიწერთ დაფიქრდით ხოლმე რა უბრალოდ და всё მორჩა რა და ნუ იქნებით ისე რომ კრიტიკა ვერ მიიღოთ მიიღეთ კრიტიკა ეგ მართალს ვამბობ კაცო გადაამოწმეთ ჩემის გადაამოწმეთ იმათის გადაამოწმეთ ბატონო მაგრამ თუ სიამოვნეთ თქვენ მამასაბა დაკბენილის ისინი საუბრები უსმინეთ ბატონო რა ახლა მე მაგას ვედრები მაგას ვეჭიდავები თუ რა საერთოდ არც მაინტერესებს და არც იმას ვამბობ რომ ეს იმას დაანგრევს და ეს იმას შეჭამს არა ბატონო ეს გვერდი არის თავისუფალი გვერდი ვერთობით გვიხარია ცხოვრება წამს ის ღმერთი რომელიც მეუნება რომ იცხოვრებ ბედნიერებისთვის რა და არა იმისთვის რაღაც სულიერი თრობისთვის და იმის ვნებების ტკბობისთვის არა იცხოვრე ბედნიერად მღვდელი რო ყოფილიყავი აი ამას ვიქადაგებდი რა და ადამიანებს ვეტყოდი რომ იყავით თავისუფლები გაიხარეთ და იყავით ბედნიერები ცხოვრებისგან და ნებისმიერი წუთისგან მიიღეთ სიამოვნება და მადლობა უთხარით ღმერთს რომ ცოცხლები ხართ რა აბა დროებით